ჩვენ დავბრუნდით ძალიან საინტერესო თემით, რა თქმა უნდა და როგორც ყოველთვის, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ერთი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, ყოველ წელს ასეა და სხვა შორის ძალიან განვიცდით ამას, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი შეიძლება ასეული ძირი, ნაძვიც კი ნადგურდება იმისათვის, რომ ჩვენ საახალწლო განწყობა შევიქმნათ. რა თქმა უნდა, საახალწლო განწყობა აუცილებელია, თუმცა არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ნაძვის ხის უკანონო ჩეხვა და მოჭრა ქვია. მოჭრას უნდა 5 წუთი და ამის გაზრდას 50-70 წელი. შესაბამისად, ეს ისეთი მცენარეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ეკოლოგიისთვისაც და რაც მთავარია ესთეტიზმისთვისაც. აქედან გამომდინარე, არის საშუალებები და შესაძლებლობები, რომ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ახალი წელიც გქონდეს სახლში, მაგრამ ამავდროულად გავუწევთ. ჩემ ნაცნობებში პრაქტიკულად ადრე ძალიან თითქმის ყველას ჰქონდა ცოცხალი ნაძვი. ეხლა მე არც არავისთან აღარ შემიძლია. ეხლა თუ სადმე მინახავს, ძალიან მომწონს, რომ ყიდულობენ ძირიანს, მიწიანს და მე უკვე გავენ ხოლმე იცი რა ტოლის ალბათ, იმიტომ რომ ჩემს ახალგაზრდობაში ისეთი უბედური და სანახავი იყო ის ხელოვნური ნაძვის ხე, რომ ნაძვის გადო ყველაფერს გავდა და ამიტომ უნდა და ადამიანს ჰქონდა ცოცხალი ნაძვი და ამ დიალოგში ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა კომპეტენტური ადამიანი მოვიწვიეთ, დავით დამენია, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეა დღეს ჩვენთან ამ თემაზე სასაუბროთ. სწორედ თქვენმა სააგენტომ თუ არ ვცდები, უკვე ყოველწლიური კამპანია დაარსა ნუ მოჭრი ხეს. ძალიან მნიშვნელოვანია ნაძვს. საერთოდ ხეც არ უნდა მოვჭრათ არანაირი, ასე მგონია. სხვათა შორის ბზობაზეა ხოლმე კიდე ეს პრობლემა და ეხლა ძალიან მომწონს, ასევე ქოთნებში დაიწყეს უკვე ბზის, ასე ვთქვათ, რეალიზაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლაც ამას მივაქციოთ ყურადღება. მოდით, იცით, ჯერ ითი დავიწყებ. წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, თქვენ ეხლა ამას მონიტორინგს უკეთებთ და არის თუ არა, იმუშავა თუ არა კამპანიამ და არის თუ არა კლება მოჭრილი ხის კუთხით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მოთხოვნა რამდენად მცირდება ცოცხალ ნაძვზე, ასე ვთქვათ. მოგესალმებით თქვენ მაყურებელსაც. მადლობა ბრძანებისთვის. პირველ რიგში ამ კითხვასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ჩემს ამ მეგობროში ციკლო წლიდან წლამდე ბუნებრივი ნაძვის ხების გამოყენება. ეს რა თქმა უნდა თავისუფლ სტატისტიკაზე საისახება და ვინაიდან მოთხოვნა ეს თქვა შემცირებული არის, მათ შორის უკანონო ჭრაც შემცირებული არის. თუმცა სამწუხაროდ გვაქვს ეს თქვა შემთხვევები, როცა უკანონო ჭრაც ხდება, მაგრამ ამავდროულად უნდა ითქვას, რომ იგივე ბუნებრივი ნაძვის ხებთან დაკავშირებით შემოვიდა ტენდენცია, რომ უკვე სანერგეებიდან ხდება შეძენა როგორც ცოცხალი, ასევე მოჭრილი ნაძვის, აბსოლუტურად სწორად დოკუმენტურად მოწესრიგებული და ესეც ახალი თანამედროვე ტენდენცია და თქვენ აი სწორად მოჭრილი ნაძვი რას ნიშნავს? ნახეთ, არსებობს რიგი დაშვებები, როცა შესაძლებელი არის, რომ ხე-ტყის ამ შემთხვევაში ნაძვის მოპოვება მოხდეს ლეგალურად. ეს არის ძირითადად სანერგეების შემოჭრილი მერქნული რესურსი ან შემოტანილი, ესე ვთქვათ, იმპორტული მერქნული რესურსი, ამ შემთხვევაში ნაძვი, რა თქმა უნდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ რაც ძალიან მოგწონს ხოლმე ზოგადად რაც ფართოდ გავრცელებული არის, ესე ვთქვათ, ჩვენს მოსახლეობაში და ვიზუალურად კარგად შევსებული ტოტები არის, ძირითადად ეს არის სოჭი. და არ არის ნაძვი. რაც ასევე აღრევას იწევს ბუნებრივია, მაგრამ მაინც სახელმწიფო გადის კატეგორიაში, რა თქმა უნდა, ნაძვი. და მართლა იმპორტიც ხდება მათ შორის, გვაქვს ადგილზე გამოყვანილი, ესე ვთქვათ, ნაძვებიც და სოჭებიც, რომელიც სანერგეებშივე ხდება მათი მოყვანა და მე უკვე ბაზარზე გამოდის. მე მინდა დავაკონკრეტოთ მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ეს კითხვა სულ ჩდება. ანუ ტყეში, ბუნებაში მოჭრა, როგორც მე ვიცი, არ შეიძლება. მხოლოდ სანერგე მეურნეობაში, რომელსაც შენ სპეციალურად ამისთვის ზრდი ამ ნაძვს, რომ შემდგომ ის აქციო საახალწლო, ასე ვთქვათ, ატრიბუტიკად, ხო? ხო, სწორად, ანუ ტყეში წასვლა და მოჭრა შეიძლება თუ არ შეიძლება ნაძვის? არა, არ შეიძლება. რასაც ჩვენ გულისხმობთ, რომ საახალწლო დეკორაციისთვის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. გვაქვს სხვადასხვა მიზნები, სადაც არ ხება, რა თქმა უნდა, ეგ არის სანიტარული ჭრები თუ სხვა, ამ მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, დაავადებულია კი. საახალწლო მიზნებისთვის, ეს პირადი მოხმარებისთვის, რომ უბრალოდ ერთი კვირით დავტკვეთ ნაძვის ხეს, ეს რა თქმა უნდა, როგორია კანონი და დასჯის წესები? ჩვენ სამწუხაროდ გჭირდება ხოლმე, რომ ვიცოდეთ, რომ გვჯიან იმისთვის, რომ რაღაცა არ ვიციან, მაგრამ მაინც აკეთებენ ხოლმე. და თუ ძალიან გაამკაცრდა. მადლობა ამ კითხვისთვის.
რეგულირებისთვის ეს ამ რეგულირებას რაც შეეხება წლიდან წლამდე კანონი სხვადასხვა პერიოდში გამკაცდა. ბოლოს წლევნილ წელსაც შევიდა რიგი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ უკანონო ჭრა დაფიქსირდა, გვაქვს როგორც ფულადი სანქცია, ასევე რიგ შემთხვევაში შესაძლებელი არის დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. ფულად სანქციაში იგულისხმება 2000 ლარი არის პირველ შემთხვევაში ჯარიმა, ხოლო განმეორებითობა უკვე დგება სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. აქ მნიშვნელოვანი არის ასევე მიყენებული ზიანიც, რომელიც გარემოს ადგება ეს თვით ჭრის შედეგად. ტოტებსაც ეხება, ხო ეს ყველა, არა მარტო თვითონ ნაძვს. აბსოლუტურად ყველა კლიენტად ხეს ეხება, მათ შორის ტოტებსაც რა თქმა უნდა და გვაქვს რიგი შემთხვევები, აი მაგალითად ნახავთ რეგიონებში აქაც სპორტის სასახლეებთან შეიძლება შეგხვდეს ისეთი შემთხვევები, როცა ნაძვი გადაჭრილია შვატანს ზემოთ, ესე ვთქვათ და ზედა ნაწილი არის გამოტანილი. ესეც რეალურად სასიცოცხლო ფუნქციის დაკარგვას ნიშნავს ნაძვის. შუა ზამთარში რო გადაჭრია, აბა რო გადაჭრია შუა ზამთარში ახლა თან. ბუნებრივია ის იწვევს მე უკვე ხმობას და გასათვალისწინებელია თქვენ სიტყვაში სახსენეთ, რომ ნაძვის გაზრდას რეალურად სჭირდება ათეული წლები. მოჭრა მართლა ძალიან მარტივი არის. ძირითადად ვიცით რომ პოპულარულია ეს ვთქვათ 1.5-2 მეტრის სიმაღლის ნაძვები და ამას არ სჭირდება 1-2 წელი, არამედ რამოდენიმე ათეული წელიც კი შეიძლება დასჭირდეს. მოდით დავით რომ ასე ვთქვათ დავასრულოთ ჩვენი და დავაჯამოთ ჩვენი საუბარი კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ცოცხალი ნაძვის თუ სოჭის მოყვარულ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც უნდა მაინც რო კონდეს ცოცხალი ნაძვის ხე სახლში, როგორ უნდა მოიქცნენ იმისათვის, რომ ეს თავისი სურვილი აისრულონ და არ დააღვიონ კანონი და გაუფრთხილდნენ ბუნებას. პირველ რიგში გამოსაცდელად და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით უნდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ ყოველწლიურად გვეხმარებით ამ აქტიური კამპანიის წარმოებაში და მოსახლეობას ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით. მოსახლეობას მოუწოდებთ კიდევ ერთხელ როგორც წინა წლებში ასევე წელსაც, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ლეგალური უფლება რომ შეიძინონ სანერგეში გამოყვანილი ასე ვთქვათ ნაძვები, თუნდაც ქოთნის სახით და როცა გამოიყენებენ ახალ წელს, მე უკვე შეუძლიათ გადარგონ თავის ან თეზოში. ასევე ძალიან პოპულარული არის ბუნებრივის ნაცვლად და ხელოვნური ნაძვისხების გამოყენებაც, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი არის და ხელოვნური ნაძვისხე რატო უნდა მოვჭრა ხე? რა თქმა უნდა. გადასარევია. რითი გასწავლება მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, რომ ნებსიდან უნებლიეთ არ დაარღვიონ კანონი და არ დადგეს ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც არასდროს არ არის სასურველი საბოლოო ჯამში. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ თანდათან ალბათ მოსახლეობა მართლაც ბოლომდე გადავა ხელოვნურ ნაძვისხეზე და არ იქნება ეს ვანდალიზმი, რომ თუნდაც ის რომ მოვიყვანე და მე ან თუნდაც ის იმ სანერგეში რომ მოიყვან ჯობია იმ სანერგიდან სხვაგან გადაირგოს ადამიანო მე მიწიანა იყიდი და არა ეს სხვა თემაა თუ ვიყიდე კი არა მთავარი ქოთნის იყოს ძალიან დიდი მადლობა იმედოვნოთ რომ ყველაფერი იქნება კარგად და ხეთს გადარჩება და ადამიანსაც გაუხარდება ახალი წლის შეხვედრა ასევე გილოცავთ